მდგომარეობა არის ეს. რამდენად შეუძლია თქვენ გუნდს რომ მართოთ ქალაქები, რეგიონები, იმიტომ რომ თქვენი გუნდის ხელმძღვანელი, როდესაც იყო ბატონი გახარია პრემიერ-მინისტრი, პანდემიის დროს თქვენ გახსოვთ, ყველაფერი დაკეტა, ყველაფერი დახურა, ხალხს ვალები, არა დაედოთ ხალხს ვალები, არ არიან მძიმე მდგომარეობაში, საბანკო ცესხები არა იყიდა ხალხმა. რამდენად კარგად თქვენ ესე იგი თქვენ გინდათ გავაცხადოთ რომ შეიძლება გახარია უფრო საყვარელია. გიორგი გახარიამ საქართველოში პანდემია შექმნა, ჩაკეტა ქვეყანა. კი, იმიტომ საქართველოში პანდემიის მართვა განსაკუთრებით პირველი წელი მთელი მსოფლიოს მიერ შეფასდა საუკეთესოდ. და ის ხალხი ხალხმა როგორ შეაფასა ჩვენო მოქალაქეებმა, რომლებსაც ვალები აქვს ბაკეთში. გიყვებით, სხვათა შორის, აი საერთოდ ჩორჩანაც, პანდემიის პირველი წლის მართვაც, აი რომ ყველაზე დიდ პლუსად რაც შეიძლება ჩაიწეროს. ანუ პლუსი იყო რომ ხალხს ვალები დაედო ბანკების. არ გამოვა ახლა ეს манипуляცია, ახლა რას გეყვებით, აი მე უჩნდებათ, იმიტომ რაც მოძრაობის წევრებს რომ თქვენო ბიზინა პიარს გიკეთებთო, ასეთი რაღაცებით პიარს გვიკეთებს. ნახეთ როგორი ამბავია, მაშინ შეფასდა ხალხის მიერაც კარგად, იმიტომ რომ ნომერ პირველი რეიტინგით იყო, ამას ადასტურებდა ყველა კვლევა. და აი ესენი დღეს ახლა ვინც ლანძღავენ, მაშინ ასე დიდ რამბებს უმღეროდნენ გიორგი გახარიას როგორც სუპერ მენეჯერს. მე ვინ ლანძღავდა, იმას არ გეკითხებით. რიგით მოქალაქეების შეფასებით იყო ის. აი ჩემი მეზობელი არის, რომელსაც ვალები აქვს დღემდე და თუ კიდევ გაჩვენებს. აი ძალიან კარგი. აი გეტყვით რასაც. მაშინ გიორგი გახარიას მეშვეობით გადავადება მოხდა. და მე უკვე გიორგი გახარია არ იყო და პროცენტებზე და აი ამ თემაზე უნდა უკვე მის მერე ვინც იყო იმათ უნდა მიეღოთ შესაბამისი გადაწყვეტილებები, მაგრამ მაგათ დაივიწყეს. ბანკებთან არ ქონდა კოორდინაცია, რო არ აეწიათ ეს ვალები თავის დროზე ისე შეუჩერეს წესები. ეს იმ კონკრეტულ შემთხვევაში იყო იმ ადამიანებისთვის ხსნა, მაგრამ ის იმ წუთში არ უნდა დამთავრებულიყო და ამაზე მერე მთავრობას უნდა მიეღო გადაწყვეტილება მეორე ნაბიჯი, მესამე ნაბიჯი, მეოთხე ნაბიჯი. ასე ხდება პანდემიების მართვა. ასე ხდება სახელმწიფოს მართვა. რისკები გათვლილი, მაგრამ შემდეგი ნაბიჯები, იმიტომ რომ შემდეგ რომ მოვიდა ღარიბაშვილი და შემდეგ ვინც მოვიდა იმ ადამიანებმა ესეც ხონდა ეთიქრა. ანუ მას უნდა ეთიქრა, წინ უნდა გაეთვალო რომ ღარიბაშვილი კობახიძე, რა თქმა უნდა კობახიძე ღარიბაშვილი, ხო და ეგ არის პრობლემა. მე პრინციპში მაგას შეცდომად გიორგი გახარიას ვუთვლი შეცდომად მას რომ გეტყვით რომ ძალიან ზედმეტად ენდო ამ ხალხს აი ამ ადამიანებს და ზედმეტად გუნდურად მოთამაშე იყო და ზედმეტად უფრთხილდებოდა გუნდს აი ამას ვუთვლი შეცდომად რომ ამდენი რამე მას თავის თავზე არ უნდა აიღო და ამდენი სიმძიმე მას არ უნდა აიღო თავის თავზე, უბრალოდ ის გუნდური მოთამაშე იყო.